სამყაროს შექმნა. წარმოიდგინე, თავდაპირველად, სანამ შენ, მე, ან თუნდაც ხეები და ჩიტები გავჩნდებოდით, არაფერი არსებობდა. მხოლოდ უზარმაზარი ბნელი ოკეანე და სრული სიჩუმე. მაგრამ ერთ დღეს ამ სიბნელეში გაისმა ძლიერი და კეთილი ხმა. ეს ღმერთი იყო. მან ბრძანა. გაჩნდი სინათლე და მაშინვე წყვდიადი გაიფანტა და ყველაფერი გაბრწყინდა. ღმერთს ძალიან მოეწონა სინათლე. მან ნათელს დღე დაარქვა, სიბნელეს კი ღამე. ეს იყო პირველი დღე. მეორე დღეს ღმერთმა თქვა, მოდი, ეს უზარმაზარი წყალი გავყოთ. მან შექმნა ლურჯი, ლამაზიცა, რომელმაც წყალი ორ ნაწილად გაჰყო. ერთი ნაწილი ცის ზემოთ დარჩა, საიდანაც ღრუბლები გაჩნდა. მეორე ქვედა ნაწილს კი ღმერთმა ზღვა უწოდა. მესამე დღეს ღმერთმა ზღვას უბრძანა, ცოტა გვერდზე გაიწიე და წყლიდან გამოჩნდა ხმელეთი. მაგრამ ეს ხმელეთი სულ შიშველი და მოწყენილი ჩანდა. ღმერთს ეს არ მოეწონა. ამიტომ თქვა, გამწვანდი და მაშინვე მიწა დაიფარა რბილი, მწვანე ბალახით, 1000 ფერი ყვავილებით, პატარა ბუჩქებით და დიდი, ლამაზი ხეებით. მეოთხე დღეს ღმერთმა ცას გახედა და იფიქრა, რომ მას რაღაც აკლდა. ამიტომ მან შექმნა დიდი ოქროსფერი მზე, რომ დღისით გაენათებინა და გაეთბო ყველაფერი. ღამისთვის კი ვერცხლისფერი მთვარე და უამრავი მოციმციმე ვარსკვლავი დაასია ცაზე. რა ლამაზი გამოვიდა. მეხუთე დღეს კი დრო მოვიდა, სამყარო გაეცოცხლებინა. ღმერთმა წყალს უბრძანა აივსო ცოცხალი არსებებით. ზღვები და ოკეანეები გაივსო დიდი და პატარა, ფერად-ფერადი თევზებით. შემდეგ კი ცას ახედა და შექმნა ჩიტები. ცა აივსო მათი ჭიკჭიტით და ფრთების ფარფატით. მეექვსე დღეს ხმელეთის ჯერი დადგა. ღმერთმა შექმნა ყველა ცხოველი, ფუმფულა ბაჭიები, ძლიერი ლომები, მხიარული ძაღლები, ზარმაცი კატები, უზარმაზარი სპილოები და ყველა, ვისაც კი წარმოიდგენ. დედამიწა აივსო ღრიალით, ყეფით, კნავილითა და მხიარული ხმებით. და ბოლოს, ამავე დღეს, ღმერთმა ყველაზე საოცარი რამ გააკეთა. მან მიწისგან შექმნა პირველი ადამიანი, ადამი. ღმერთმა დაინახა, რომ ადამს მეგობარი სჭირდებოდა, ამიტომ დააძინა, ნეკნი გამოუღო და მისგან პირველი ქალი, ევა შექმნა. ღმერთმა მათ საცხოვრებლად ულამაზესი ბაღი, ედემი, ანუ 60 აჩუქა და უთხრა, რომ ყველა ცხოველსა და მცენარეზე ეზრუნათ. როცა ყველაფერი მზად იყო, ღმერთმა გადახედა თავის შექმნილ სამყაროს. ყველაფერი ისეთი ლამაზი, ფერადი და კარგი იყო. ის ძალიან კმაყოფილი დარჩა. დადგა მეშვიდე დღე და ღმერთმა დაისვენა. აი ასე საოცრად შეიქმნა ჩვენი სამყარო.